სიყვარული გლოცავთ ყველას და გისურვებთ ყოველგვარ წარმატებას. აი ეს სულიერი ჩვენი წინსვლა დამოკიდებული იმაზე თუ როგორ გლოცულობთ. რასაც მას გლოცულობთ, მით მეტად ღმერთი გვისმენს ჩვენ. მით მეტად ღმერთს ესმის ჩვენ. და ერთი მახსენდება ერთი ფაქტი იგავი ფაქტი, კიდე იგავი და კიდე ფაქტი, რასაც ერთი ადამიანი გლოცულობდა თავის სახლის კართან სადაც ეზოში იდგა, ბუნებაში იდგა და ლოცულობდა რომ აი მართლა მიშა იზდახდა თავის სალოცავს და ვიღაც ათეისტი მეზობელი იყო და ჩაუვარა გზისა და უყურებს და ეს ეუბნებოდა რა შეიძლება რას გდიხარო მაგ მუხლებს რას ლოცულობ ათეისტთან უძდელი ეთქობა რომ მაინც ღმერთს არ ესმის შენ მაინც არ არის შესმენი შენ ლოცვა რას ლოცულობ მაგ თქვილო რას გეხარო მუხლებზე გდიხარ მაგ და ხოხავ მაინც არ არის ეგ ლოცვა არ არის შესმენილი თქვილა ლოცვა მადლობა ღმერთსო აღავლინა ლოცვა ამან თად გადაერია მადლობა ღმერთსო ესო რა ბედნიერებაა რომ ღმერთო არ დამცადეო დიდი ხანი და ეხლა მომეცი პასუხი რომ ეს ლოცვა არ არის შესმენილიო აი შენი ესო აგერ ეხლა არ გავიგეო შენ რომ გითხარიო რომ აგერ რა პირდაპირ მეუნებიო რა მადლობა ღმერთო ეს რა პირდაპირ ერთხელ კიდე დავწვდი ჩემი ლოცვა პირდაპირ რომ ისმის ზევითო ესე კი ეს არ არის შესმენილიო მადლობა ღმერთსო და მართლაც რა ყველაფერი ტექსტია იმას ისე მიეცა ის იმის სულიერი პროპორციული იმან იმ ტიპის სიტყვით იმითი მიცა პასუხი და ეხლა დანარჩენი თვითონ ის ადამიანი მე სხვა ლოცვები ლოცვა ხო ის შეიცმინა იცის უფალმა ყველაფერი და ეს არ არის შესმენილი ყველა ხოხაო მაგრამ მადლობაო კიდე კაი რომ როზე მითხარი უფალო ესო რა ბედნიერებაო ამიტომ მოდი რა ვილოცო ხო აი თუ ისეთ რაღაც ითხოვდა შეიძლება რომ ამიტომ ნათქვამია რომ ითხოვდეთ სასწაულისა და სიმართლე მესი და ეს ვილოცოთ მართლა რაღაცა გაახარო და გზას წელი მოვიდა ის ადგილას სულ ეს სასწაული მადლობა შეფასება ეს იყო ყოველთა თანა ამინ